სამართალდამცველებმა დააკავეს ქართული ოცნების ორი მხარდამჭერი, რომელთაგან ერთი ქალს გაუსწორდა ფიზიკურად, მეორემ კი წაქცეულ ადამიანს ხელკეტი ჩაარტყა. ეს მელიქიშვილის გამზირზე 8 და 9 სექტემბერს მომხდარის სამართლებრივი შედეგია. ოპოზიცია სპეკულაციის მიზეზს ტრადიციულად ისევ პოულობს და მხოლოდ მათ მომხრე დაკავებულზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება ედება ბრალად. მარიამ ბუღაძე გიამბობთ. ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, დაზიანებული ქონება და 3 დაკავებული. ეს 8 და 9 სექტემბერს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან განვითარებული მოვლენების შედეგია. სამართალდამცველებმა ქართული ოცნების ორი მხარდამჭერი და ოპოზიციის ერთი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულია ზაზა მამალაძე, რომელმაც ქალს დაარტყა. ასევე ირაკლი ბუაჩიძე, რომელმაც წაქცეულს ხელკეტი დაარტყა. გამოძიება მათ მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაიწყო. დაკავებულებს შორის არის ოპოზიციის აქტივისტი მეგიდია სამიძეც, რომელმაც თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა. დანაშაულის ჩამდენების მიმართ კანონის პასუხი ერთია, სამართლებრივი მიდგომა კი ყველასთვის თანაბარი. სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს, რა თქმა უნდა, თანაბრად. სასამართლო გადაწყვეტს ყველაფერს. ყველაფერზე. პასუხისმგებელი არიან პროკურატურა და სასამართლო. თავარია რომ ის ჩაიდეს დანაშაულს, ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს კანონი. მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მისაცემად გამოძიება გრძელდება. ოპოზიცია საკითხით კი მაინც სპეკულირებს. ეს კაცი ახლა 15 წუთში ამოიცნო მთელმა ქვეყანამ და მოუხდა მისი დაჭერა. რადიკალების მორიგი მცდელობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი შელახულიყო, ისევ ჩავარდა. მმართველი პოლიტიკური ძალის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და რადიკალურ ქმედებებს ყოველთვის ყისიერი და სამართლებრივი პასუხი გაეცემა. კანონი ახლა ყველა წინაშე ერთნაირად მუშაობს, ხო? ძალიან გულდასაწყვეტია, არავის დაჭერა არ მიხარია, სამწუხაროა და ყველამ, რა ვიცი, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ ზოგადად ასეთი ფაქტებისგან. ძალადობა ცუდია და არ არის მისასალმი. საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ სახელმწიფო სისტემა გამართულად მუშაობს, რაც შედეგებზეც აისახება. უწყებათა შორის კოორდინირებული თანამშრომლობით კი შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება. უნებრივია, რომ ძალადობრივი პროცესების დროს სისხლის სამართლის ნიშნები თუ არის, იქ ჩაერევა ძალოვანი უწყება, რაც ჩვენ ნახეთ და სახეზეა და გამოძიებაც შედეგს დადებს. ასე იქნება ყოველთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის სტილი და სტანდარტი თანამედროვე სახელმწიფო სისტემის. ჩვენ არაერთხელ მოგვიწოდებია ჩვენი მომხრეებისთვის და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ თავი შეიკავონ ყველანაირი ძალადობისგან, იმიტომ რომ ნებისმიერი ძალადობა ხელს აძლევს ჩვენ რადიკალებს და ასევე იმ ძალებს, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა უნდა. ამიტომ ბუნებრივია პასუხი გაეცა მათ შორის ქართული ოცნების მხარდაჭერების მხრიდან ძალადობის გამოვლენების რამოდენიმე შემთხვევას. სამართალი ამ ქვეყანაში საკუთარ სიმაღლეზე დგას, ინსტიტუციები მუშაობენ, შესაბამისად არავის არ მიეცემა იმის საშუალებას, ვის მხარესაც არ უნდა იდგეს, რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია არიოს. დაკავებულებს ბრალს პროკურატურა წარუდგენს, რის შემდეგაც მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს.